არიან მაგალითები ამისი, რომ ვინც ჩააბარა ჩვენთან სკოლაში რამდენიმე პიროვნება არიან, აიღეს სერტიფიკატი და დღესაც აქვს სამსახურები მუშაობენ და უკვე რომ დავინახე ეს მიფიქრე რომ ასე მეც ხომ შემიძლია. დაგაგვიანდათ თუ რა შეიცვალა? ასე იგი სადღაც ალბათ ეგეც იყო კი. პროფესიით ისტორიკოსი შორენა ელიაური ერთ-ერთია იმ 3000 სერტიფიცირებული პედაგოგიდან, რომლებიც სკოლაში სამსახურის დაწყებას წლებია უიმედოდ ელოდებიან. შორენამ გამოცდისთვის მომზადებაში 200-მდე ლარი დახარჯა. უნარებით და საგანიც პირველივე გასვლაზე ჩააბარა. ხელში სერტიფიკატებით მოიარა სკოლები, თუმცა დღეს იმედგაცრუებული იხსენებს, როგორ უხურავდნენ კარს დირექტორები. დავიწყე სკოლა სიარული და სკოლა არ გამომიტოვია, მაგრამ ყველგან უშედეგოდ ყავს უკვე პედაგოგები და თქვენი სერტიფიკატი ბევრს არაფერს არ ნიშნავს და მიხურავდნენ კარებს. სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ყოველწლიურად გამოცდაზე გასული მასწავლებლების 80% იჭრება, ანუ ვერ ამტკიცებს, რომ საგანი, რომელსაც ბავშვებს ასწავლის, თავად სიღრმისეულად იცის. შედეგით სახეზია. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის ბოლო მონაცემებით, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობას წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა და წერა-კითხვის ფუნქციური გამოყენება არ შეუძლია. კვლევაში მონაწილე 74 ქვეყანას შორის საქართველო ბოლოდან მე-10 ადგილს იკავებს. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას, ასევე დსთ-ს ქვეყნებს შორის ჩვენ მხოლოდ ყირგიზეთი და აზერბაიჯანი ჩამოგრჩება. სავალალო შედეგების მიუხედავად, ხელისუფლება სასკოლო განათლებაში მკვეთრი ცვლილებების გატარებას არ ჩქარობს. გამოცდებში ჩაჭრილი პედაგოგების ჩანაცვლება ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ მასწავლებლების მრავალათასიანი არმიის გული მოიგო და კიდევ 3 წლით გადაავადა ჩანაცვლების პროცესის დასაწყისი. არასწორი არგუმენტით, რომ სკოლები დარჩებოდა მასწავლებლების გარეშე 2015 წლის 1 იანვარი გადავადდა 3 წლით. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ ვიცი ვთქვათ 2018 წლის 1 იანვარს საქართველოში განათლების რომელი მინისტრი იქნება, რა ტიპის ხელისუფლება გვეყოლება და გადაწევს თუ არა ეს ხელისუფლება და კონკრეტულად ეს განათლების მინისტრი კიდევ თარიღს გაურკვეველი დროით. როგორც ჩანს, 68,000 მასწავლებლის საარჩევნო ხმას მნიშვნელოვანი წონა აქვს. შესაბამისად, მათი განაწყენება არც ერთ მმართველ პარტიას არ აწყობს. მაშინაც კი თუ სასწორის მეორე პინაზე 9 მილიონი მოსწავლის ხარისხიანი განათლება დევს. ერთი შეხედვით სასაცილო დისკუსია. უნდა მუშაობდეს თუ არა სკოლაში არაკვალიფიციური მასწავლებელი, ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ერთადერთი დაზარალებული აი ამ უაზრო დისკუსიიდან გახლავთ მოსწავლე, რომელსაც ჩვენ ვუკარგავთ შესაძლებლობას, რომ მას ასწავლოს კვალიფიციურმა მასწავლებელმა. ამის წინააღმდეგ იბრძვიან ის მასწავლებლები, ვინც წლების განმავლობაში არაკვალიფიციურად ასწავლიან მოსწავლეებს და რჩებიან სისტემაში და ის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები, რომლებიც ამ მასწავლებლებს ტოვებენ სისტემაში მოსწავლეთათვის უხარისხო განათლების მიცემის ხარჯზე. განათლების მკვლევარები პრობლემას ხელისუფლების არათანმიმდევრულ ნაბიჯებში ხედავენ. ფაქტია, რომ ამ დრომდე სახელმწიფომ ვერ მოახერხა მკვეთრად განსაზღვრული ნათელი პოლიტიკა ჩამოეყალიბებინა და ყოველ ახალ ხელისუფლებას წინამორბედის გეგმებისთვის არ ეღალატა. ეს იწვევს დემოტივაციას, ანუ მე მიჭირს იმის გაგება, თუ რატო ჩააბარებს ახალგაზრდა, თქვათ, განათლების მიმართულებაზე უმაღლესში, თუ იცის რომ ჯერმო დაამთავროს უმაღლესი, მე გამოსთა ჩააბაროს და მე ადგილს ვერ იპოვის, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს უნდათ, რომ არსებულმა მასწავლებლებმა მათ ხმა მიცემ. განათლების სამინისტრო ამჟამადაც ცვლილებებზე მუშაობს. როგორი იქნება მომავალში მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა, ალბათ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი. რას აპირებს ახალი მინისტრი ჯეჯელავა და გააგრძელებს თუ არა სამინისტრო ფულის ხარჯვას პედაგოგთა გამოცდებში, რომლის შედეგებსაც საბოლოოდ არავინ ითვალისწინებს. ამას მეგი კავთუაშვილი გვეტყვის, მეგი ისმენთ. მეტად უცნაური და არათანმიმდევრულია ჩვენი განათლების სისტემა. გვაქვს პედაგოგების ცოდნის და უნარების შემოწმების ინსტრუმენტი გამოცდები, რომელიც გამოდის დიდად არ გვჭირდება. ყოველ შემთხვევაში მის შედეგებს არ ვითვალისწინებთ. მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ ცხადია ალტერნატივის მოძებნა რთულია. სხვანაირად როგორ უნდა გაიგონ ზედა ეშელონებში მინიმალურ კომპეტენციას ფლობს თუ არა ის მასწავლებელი, რომელმაც 20 ან 40 წლის წინ დაამთავრა უნივერსიტეტი. განათლების მინისტრი ცალსახად ამბობს, რომ ეს გამოცდები ცუდია, ამიტომ ჩაჭრის გამო მასწავლებლები სკოლას არ დატოვებენ. ნებისმიერი გამოცდა, რომელიც, რა ვიცი, 80% ან 70%-ს მისი პრეტენდენტების ჩაჭრის ან ბარიერს ვერ გადაალახინებს, გონია, რომ არ არის კარგი გამოცდა. იმ
ფონზე რომ საჯარო სკოლების უმეტესობა მეტად ღარიბია და მასწავლებლებს ფურცელსა და პრინტერზეც კი რიგ შემთხვევაში არ მიუწვდებათ ხელი, ამ ცუდ და უსარგებლო გამოცდებში ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი ფული იხარჯება. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით წელს დახარჯულმა თანხამ $1 მილიონ გადააჭარბა, რაც ორჯერ აღემატება 2014 წლის მონაცემებს. ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნას თავის მხრივ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ცდილობს. ყოველწლიურად მომზადება-გადამზადების პროგრამებში მილიონზე მეტ ხარჯავს და ათასობით პედაგოგს თუ პედაგოგობის მოსურნეს უტარებს სასწავლო კურსებს. თუმცა მათივე ინფორმაციით წელს გადამზადებული 4174 მასწავლებლიდან სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 623-მა შეძლო. განსაკუთრებით მძიმე სურათია საგნებში ბუნებისმეტყველება, ფიზიკა და ქართული ენის დაწყებითი საფეხური. ბუნებისმეტყველებაში 413 ტრენინგ გავლილიდან გამოცდა ვერც ერთმა ჩააბარა, ფიზიკაში 98-დან მხოლოდ ერთმა დაამტკიცა თავისი კომპეტენცია, ხოლო დაწყებითი საფეხურის ქართულ ენაში 1047 მასწავლებლიდან 5 აღმოჩნდა წარმატებული. ის რომ მასწავლებელი გამოცდაზე არ გავიდა ან გავიდა, მაგრამ ჩაიჭრა, მის რეპუტაციაზე ბუნებრივია უარყოფითად მოქმედებს. ეს კიდევ უფრო ამძიმებს სასკოლო განათლების ისედაც მძიმე შედეგებს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი თვე ჭირდებათ, რომ კონკრეტული გეგმა დაუდონ მასწავლებლებს. მანამდე არჩევნებია. არჩევნებამდე მხოლოდ ტკბილი სიტყვით შემოიფარგლებიან და ფრაგმენტულად საუბრობენ, რომ გამოცდები ცუდია და ალტერნატივაზე მუშაობენ. სკოლა კი ისევ მოცდის რეჟიმშია. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მასწავლებლების პირველი გამოცდებიდან 6 წელი გავიდა. 2010 წელს მთავრობამ უკვე იცოდა, რომ პედაგოგების კვალიფიკაციაში პრობლემა იყო. მაშინ სკოლაში შესული ბავშვები ახლა მე-6 კლასში არიან და თუ ამ ტემპით ვიარეთ, სკოლას ისე დაამთავრებენ ეს ბავშვები, რომ ახალი თაობის მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებთან მუშაობის შესაძლებლობა პრინციპში არც მიეცემათ.